ეს წიგნი არის იფიქრე და გამდიდრე, ძილის დრო არ არის. ძილსაც მოასწრებ და ყველაფერს ახალგაზრდები ხართ, აი ეს წიგნები წაიკითხეთ და ეს არის ძალიან კარგი წიგნები ბიზნესის მიმართულებით, უკეთეს წიგნს თქვენ ვერ ნახავთ, ეს არის საუკეთესო წიგნები. საკუთარი თავის მართვა. შენ უნდა მართო შენი თავი. პირველ რიგში ეს წიგნი უნდა ისწავლო, რომ შენი თავი მართო, შენ უნდა იყო ჩამოყალიბებული და იცოდე რა გინდა ცხოვრებაში, რომელი მიმართულებით. ეს არის საკუთარი თავის მართვა და ამ წიგნს მე თქვენ გაჩუქებთ. მადლობა ბატონო გელა საჩუქრებისთვის, ინტერვიუსთვის და როგორც წარმატებული ბიზნესმენი, ერთ რამეს რას გვეტყოდით, რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ წარმატებისთვის. ჩემი თხოვნა ბიზნესია. მე რასაც გეტყვით, არ გაგიბედავენ, არც გეტყვიან და არც ლექტორი არ გეტყვის. აი უყურეთ. ნახეთ გელა ბარკალაია სადმე რამე აწერია. თუ ბიზნესმენი ხარ, დახატული, მიხატული, მოხატული, ყველაფერი არის ზედმეტი. 5 საყურე, 7 საყურე ღმერთმა დაიფაროს, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენს საყურეები კონდეს. ყოველთვის ეცადეთ ცხოვრებაში, რომ ტყუილი არ გამოგივიდეს. აი დამწყები რო ხარ, მაშინ უნდა მოიპოვო სახელი და ტყუილი არ გამოგივიდეს. არასდროს არ თქვა ტყუილი. ვერ მოიგებ, მაინც არ თქვა ტყუილი. ხვალ მოიგებ, თუ გინდა მოიგებ. და რაც მთავარია. ვისთანაც არ უნდა იყო, სადაც არ უნდა გააკეთო ბიზნესი, აუცილებლად უნდა იყოთ მოწესრიგებული უმაღლეს დონეზე. მთავარი არის ვიზუალი, ჩაცმა. შეიძლება არ იყოს ზვირიანი პერანგი, მაგრამ ის უნდა იყოს გადაუთავებული და მოწესრიგებული, როცა შენ ბიზნესის დაწყება გინდა ან ბიზნესში ხარ. მთავარი ბიზნესში, დიდ ბიზნესში რო გადახვალთ და გახდებით სოფლიო გამოფენის წევრები, მე თუ გავხდით, თქვენ რატო არ გახდებით, თქვენ უფრო ადრე გახდებით. შეხვედრაზე არასდროს არ უნდა დააგვიანოთ. თუ თქვენ დააგვიანეთ შეხვედრაზე, ახლა იცი რა მარშრუტკა საბურავი დაეშვა, იცი რა ტრაფიკი იყო, იცი რა არ ვიცი. ბიზნესმა იცი რა არ იცის. ბიზნესმა იცის ერთი რამ. ჩვენ შეთანხმებულები ვართ პირველ საათზე,